სტუმარიც არის და სტუმარიც მაგრამ ჭოლა მოვიდა ჩვენთან სტუმრად. Yes! კაი კაცო რა თქმა უნდა. კი, მართლა ესეა, მაგრამ რა, არა? არა. კი, ბატონო ლევან, კი. ბატონ ლევან არ თამაშობს. არა, ხო, ბატონ ლევანს ვერ დაგიძახით, ბავშვობიდან ჭოლას გეძახით, ძალიან ბავშვობიდან და მაგრამ ბატონი ლევან წულაძეა ჩვენი სტუმარი. კაი, მაგრამ დღეს როგორც ჭოლა სახლში, თეატრში ისე, კაი. აი, ერთი ყველაზე ისეთი გაქვს შენ, რაც არ აქვს არავის. ვინც შენ სივრცეში გაიარა, ყველა ლაპარაკობს შენნაირად. ყველას აქვს შენნაირი מחვილები, ყველას აქვს შენნაირი ბგერა. აი, როგორ ახერხებ, რომ აი ამ ხელა გავლენათ ან წლების განმავლობაში თუ აი რაღაცა ჭოლას ტალღაზე დაждენ მორჩა. მე არ დავკვირვებია მაგამ ბავშვს. დედას ფიცავ არის? არა, ხო ესეა. კი. მე თვითონ მაქვს უცნაური ისა. მე მაქვს ხშირად იმერული. აპარებ? მე მიყვარს, არა გურული ვარ, წესით გურულად უნდა უქცევდი. აი მომწონს. გამეიტანეთ ახლა რა ცხაა და? გამეიტანეთ. მამა ცოტა ეჭდილო კლიაშვილის იმერეთის. ის ძალიან უხდება შიგადაში. რაშო გეინძერით ახლა. ხო, ეს ჭოლა. ხო, კარგია მე. მაგრამ ყველა ჭოლაა. ყველა ხო, ნუ ზემოქმედებას ახდენს, გინდა არ გინდა რა. დიდი გავლენა. მე რას მივაქცეთ ყურადღება. ეხლა არ მინდა რომ ის გამომივიდეს, მაგრამ ნუ ეხლა ჭოლასთან მართლა ბავშვობიდან ვიცნობ, დედა ჩემი და ანუ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ნუ თინათინი მართლა არ ვიცი, აი ამ ხელა იყო. და არასდროს ესე არ შევსწრები ვარ ჭოლას რეპეტიციაზე რა, ანუ არ მითამაშია ჭოლას სპექტაკლებში. მე სპექტაკლში მითამაშია ჭოლასთან. კი, დედას გეფიცები. რა თქმა უნდა, ჭოლა აქ ვერ აღიქვამენ ჩემს დიდებას ბოლომდე. აი, come on girl. აღვიქოთ და არა, ხუმრობ. მაგრამ ნახე, არასოდეს ესე ნუ აი ხო ხვდები და თინათინი მაკავებს სპექტაკლებში, ანუ ერთ სპექტაკლში ვითამაშე, ახლა კიდე მეორე სპექტაკლს აპირებს ჭოლას შულზე ლაპარაკი, რომელიც მაკავებს სპექტაკლებში და რეპეტიციაზე ახლა სანამ ჩავაბარებდით თუ რაღაცა, მოვიდა ბატონი ლევანი, რა ვთქვათ, ნახოს სპექტაკლი რაღაცნაირად. შვილის. ხო, შვილის გამნათებელი. მართლა როგორც გამნათებელი, როგორც რადისტი მოვიდა. ჩემი ადგილი იქ. კი, არა, მაგრამ ნახე რა მოხდა. ხო, თინათინმა დაუძახა, რომ დაგვეხმაროს იქ განათებაში, ან რაღაცა ჭოლა. განათებაში სხვა პრობლემა ხო, მაგრამ ნახე ხა რა მოხდა. აუცილებლად უნდა ვთქვა, უნდა მოვუყარა შემიძლია. პირველად შევხვდი რეჟისორს, რომელსაც უყვარს და მოწონს მსახიობებთან ურთიერთობა. ანუ ჩემი სხვა რეჟისორი, რომელიც პირველად ქონდა გამოცდილება, რომ ანუ ხო, ხო იცი თავარი რეჟისორი, ხო, აი წონიანი რეჟისორი, ხვდები პირველად წონიან რეჟისორთან, რომელიც აი სიამოვნებს, აი თუ შეიძლება აქედანი გადადი რა, აი თუ შეიძლებას გეუბნება, ანუ მე ამას მიჩვეული არ ვარ იმ ჩემ თეატრში სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ ამისთვის ცალკე ალბათ კიდე ცალკე ის არის, რომ ძალიან უყვარხარ შენს მსახიობებს. და შენს გიყვარს შენი მსახიობები. და ეს იგრძნობა, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვა რეჟისორს არ უყვარს თავის მსახიობებს. არა, მე თინათინმა იქ იმას მიქნა. ჯერ რაღაცა მივედი და ონისა თუ ვიღაცა არ მახსოვს ვიღაცა. მაგის წინა სპექტაკლი მარკეტინგი. ონისა რაღაცა და შემოდი დროზე და არ შემოდის ის. შემოდი ბიჭო, რა დღეში ხარ? რა წესია ეს? ცოტა აუწიე ხმა. ერთი წუთითო. თინათინმა. მობძანით აქო? აქ მეყვირი ვარო. შენ აქ ის დაჯექი აქ. უკაცრავად განათება შეიძლება მე მგონია რომ უკან კონტრაჟური ცოტა რომ მოემატოს თუ შეიძლება. ჩემი აზრით, თუმცა მე ვინ ამკითხავს, მაგრამ მაინც. არ გწეინს. ცოტა მაინც. არანაირ პირიქით. არ ბრაზდები, ნუ გაბრაზდება. პირიქით მე მგონა რომ სიმართლე რო გითხრათ, ჩემ რეპეტიციებს როცა არის თინათინი, გაცილებით ის არის, რა ქვია. მორიდებული კი არა, რბილია ზედმეტად. ნუ მსახიობია ჩვეულებრივი და არა, ნახე თინათინი ქორეოგრაფია და ლევანის. აი რბილია იმდენად რომ ნუ მეგონა რომ ეს პრობლემა აქვს რა, რომ ესე არ შეიძლება. და უცებ იქ ნახე ისა რა ქვია. მეგერა, მომისმინეთ. ერთ არ გვინდა რაღაცები. ლაპარაკი მერე. ეხლა ვაიმე ვინ არის ეს გოგო იფიქრე. მე ამ გავს. დედას დაემგვანარი. ეხა ყველანი ჩუმად იყავით. ხო, პიტი მე შემოვა. ხო, ძლიერი გოგოა. ნუ რა ვიცი ყოველ შემთხვევაში. რაღაცა ძალიან გამიხარია რომ ძალიან უყვარს თავის პროფესია.
და კარგად გამოსდის, შემიძლია თქვა, ახლა ბოლოს ვიყავი რუსკა თამაშობს იმ სპექტაკლში. დიახ. და რაღაც არაჩვეულებრივი თხრობის მანერა. ანუ თინათინი ისე ჩადის უცებ სადღაც სიღრმეში და უცებ ისე ამოგაგდებს იქიდან, ანუ არ გაძლევს მოშვების საშუალებას. ეს ისე კარგად აქვს დაჭერილი, რომ აი მართლა ბრავო თინათინს. კარგი ბავშვი ყავს რო გეტყვი, კაია როცა ძინა. რო ერიდება თხოვნე შვილის შექება. არა, კაია უნდა ნახოთ სახში რას გავს. რაღაც თითქოს არ უნდა შეაქო შვილი. არ უნდა შეაქო, ქართული დილობაა ესა. ისევე როგორც ჩვენ რაღაც გასაღს გასულზე გამოვიდა ჩვენ ერთ-ერთი მსახიობი ფოეში სასტუმროში და how are you კითხეს და ამან გძილობიანად ქართულად მადლობთ არ ამუშავს რა so ვაიმე კატყდა ამ რატო რა მოგივიდათ what happens რა ადმინისტრატორი გამოიძახეს ეს შეშინებული არაფერი არ მithქვია უბრალოდ ჩვენ არა გვაქვს წესად რომ ძალიან მაგრად ვარ შენზე მაგრად დედას გიტირი არა გვაქვს როგორ ბრძანდებით ბატონო აი ეს ვარ ნელ-ნელა რა ეს რა კეთს ჭამთ კეთსვავთ გული არა უჩას ხომ ტრიჟინაზე რაღაცას შოვით და ამან წესიერად უთხრა და ატყდა ხმაური იქ რომ რას ქვია თუნდაც არის ადამიანი ასე რომ ქება არ შეიძლება ხმაურში ის გზნობს საკებარი სადაც არის ჩემგანაც და სხვისგანაც კაია ეს ახალი სივრცე რაღაც აი არა აკადემიური სივრცეა ჩემთვის რაღაცა სხვა რაღაცას ნუხოს შენგან გონია ასე. ნუ ფსიქოლოგიურად დასაწყისში რომ მოვიდა ხალხი პირველ სპექტაკლზე ვაიმე რა სივრცეა ყველაზე. ой რაღაცა ებიჭო რაღაც სპექტაკლზე შედით. ხო სივრცე რა მოგივიდ ნუ სივრცე არა მე სცენის სივრცეზე ვიძახი. სცენის სივრცე? სცენის სივრცეზე ვიძახი. ცოტა ესა მაკრა ქვია. რა გაკლია. არა პირიქით ბევრი მომივიდა. კი არა ჩანს ვერ ვიყენებ იმდენს ნახევარი. დიდია ძალიან სცენა ჩემი აზრით. არქიტექტ ვინც რაღაც ნახაზი გვინდოდა და მიკეთებს ახალგაზრდა შესანიშნავი მაწვილი. სიგანე რამდენი გავაკეთო ბატონო ლევან? ერთ წუთით. რუსთაველში რამდენია სიგანე? 14 გააკეთე. ანუ ეს სიგანე რამდენი გააკეთე? რუსთაველში რამდენი 25 გააკეთე. ის შენ მოიფიქრე გამჭირვალე საგრიმია რა? კი ძალიან ჩემი შემაკეს ის არის. ძალიან კარგი. მე მეგონა რომ არ იმას იზამდა. არ ნუ არ იქნებოდა აქტუალური. არ გაისვრიდა. უცებ ისე ჯერებკეთი ვფიქრებ სახებებს არ ესიამონებად და უმეტესობა ნუ საგრიმეროში გაიკეთება. სახებიღოთ აპრანჭავე. უიმე პირველი 3-4 დღე ესე იყვნენ და მე ესე მოეწონათ ეს იდეებიან და კიდან უღებენ იქიდან იმას და ესენი აქ ცოტა დამიმატე რაღაცა და ანუ საგრიმიო როგორი იცი რომ შედიხარ თეატრში ანუ ხო ანუ ვინც არ არის ნამყოფი და ვინც მე ალბათ მგონია რომ ყველა ნამყოფია ანუ საგრიმიო არის შუშაში გამჭირვალე არის და იქ შიგნით როდესაც გრიმიორი მუშაობს ეს მსახიობები ზიან ემზადებიან და ამას ყველაფერს შიდა სამზარეულოს აი ყველაზე მნიშვნელოვანი შიდა სამზარეულოს მაყურებელს აქვს საშუალება რომ პირდაპირ ამ ყველაფერს უყუროს და ეს ბატონო ლემონმა მოიფიქრა ესე გახსნა აი შიდა სამზარეულოს კარი. კიდევ გავაკეთეთ ისე რომ ბოლო აი 1-2 თვის ის არის ჩვენი რომ რეპეტიციებზე უშვებთ ხალხს სპექტაკლის ნუ აი ერთი კვირა რო არის და ხო ასე თუ ისე მაინც თლათ იმაზე სადაც რო არ ნახონ ჩემი თავის მოჭრა ანუ მუშაობის პროცესს ანახებ აი როგორ მუშაობს თავის გაჩერებული იმის ჯერ კიდევ უკოსტიუმოთ რაღაცა ანუ სადაც ჩვენც აქტიური ხარ და აი წინა კვირას შაბათ კვირას დავდეთ Facebook-ზე რომ ვისაც გინდათ რეპეტიციაზე შემოდით. მოვიდა ძალიან ბევრი ხალხი ერთი ნუ ბევრი ხალხი მოვიდა. და უფრო ჩვენ გვინდოდა კაფეში ყავას დალევენ, პატარა მოგებას ნახავენ რაღაცა. არა შემოგივიდნენ და არა და მოვიდა ბევრი ხალხი. ნუ ბევრი როგორ ერთი, ნუ ბევრი ერთი 50-60 კაცი რეპეტიციაზე. და კარგია ძალიან აღმოჩნდა ძალიან სასარგებლო მსახიობისთვისაც რომელიც ამ პირველ ღელვას ტალღას აქ შედარებით ნაკლებად საშიშიმაზე იმაშობა პირველ სტრესს იხსნის და ამას ხარჯავს და მე უფრო წყარად თვითონ მსახიობები არ იყვნენ წინააღმდეგები მაგალითად ეს ზოგი სხვა აქვს რა რეპეტიციაზე ნუ გვესტრებიან ნუ რავი ნუ არა მაქვს უბრალოდ რაღაცა ისე მოხდა რომ არ დაუჯერეთ
არა, რა, ყველა მშვიდობით შეხვდა. ჯერ ერთი არავის არ გვეგონდა, რომ მართლა ბევრი ხალხი მოვა, გვეგონა 1 5 6 კაცამიანი, ნუ 10 კაცი მოვა და ისედაც ძის ხოლმე ვიღაცები უკან, ეს ანუ შეუძლებელი ამბავია, ხო? უცებ მოვიდა ბევრი და უკვე გვიანი იყო ისა. მე შეეთყო თუ როეთყო მსახიობს ხელი უფრო მეტად ადრენალინის გამო ხელი თითი უკან ყარებდა მივხვდი რომ ესე იგი მოქმედა. მაგრამ ეს დროა უკვე YouTube-ის არხიც კი გახსენით თქვენ თეატრმა, სადაც ხეთხართ ნახეთ. YouTube-იც აქვს, TikTok-იც აქვს, Instagram-ი აქვს ძალიან აქტიური არის. სოცმედია ფანტასტიკური ყავთ. რაღაცა იმას ვქენი. მე არ მომეწონა ჩემი უნდა შევცვა. რა არ მოგეწონა? იცი რა გამოვიდა კამერა ყოფილა მურტალი. ეხლა თქვენ რო გამარჯობა ჭოლა. მეკითხებით პასუხობდა. თუ უნდა ვითამაშო რომ არ არის ვითომ კამერა. ძალიან და აფერისტი, ვიპრანჭები, რაღაცა ნარცისიზმი, ესეც რა. სარას მარკიზ დე სადეს უხუბეს ნაწარმოებია. რაღაცა მომაკ ციტატები ვიღაცა იმისგან. გინდა სპინოზა, რაღაცა. იმაშოვდა გზნობ რომ ძალიან ისა მაქვს თვით ნარცისიზმის ეგეთი ის არის რა თქმა უნდა. ფორმა. და მე იქ რაღაც არ არის ჯერ მართლა არა მაქვს იდეა რთულად იბადება და მე იც ძალიან გვიჭირს ახლა და ვიპრანჭებ. ანუ ყველაფერი იქამდე უნდა მიიყვანო ძალიან. შემოქმედება ესეთი რთული ვყიდი ამ ჩემ უბედურებას პირიქით და სპეკულიანტობ იქ რაღაცა და ამიტომ ვიფიქრეთ რომ ეხა გავაკეთოთ ისე რომ მართლა ფარული კამერით იმასთან რომ არ ვიცოდეთ ჩვენ ყველა იპრანჭება ოღონდ ჩვენ გარდა. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ვიპრანჭებით სამივე კამერასთან. ბუნებრივია ეს. კი. მაგრამ კაცი რომელსაც მობილური ტელეფონი არ აქვს, ასე ყველა პლატფორმაზე რო ხარ და TikTok-ზე ჩენი ნახვა შეიძლება, Instagram-ზე ჩენი ნახვა, ანუ YouTube-ზეც, თეატრიც, მობილური მე უბრალოდ ტელეფონი არ მიყვარს თორე iPad-ით ძინავს ამხელა iPad-ი მაქვს. არა, მე რო ვერ გიკავშირდებიან და რო არ ხმარობ თუ რაღაც, ანუ ტელეფონთან შენი დამოკიდებული, ნუ ასე ცნობილი. არასდროს არ მიყვარდა სადღაც სკოლის მერე როცა გოგოებს ურეკავდი ფიზიკაში რა მოგწეს თუ რაღაცა და მე ნუ ცოტა რაღაცა ფლირტი რო იყო იმის მერე რაღაცა არ არასდროს არ მიყვარდა და ეხაც არ მესმის კიდევ ის რა. არა ეს თალკენ მისტიკაა, ჭოლა ჭოლას ტელეფონი არ აქვს, ჭოლას ვერ ხო ყველას გონია რომ მე არ ვიცი დიდი ამბავია ამის გარშემო აკეთილი. ძირითადად ის გონიათ რომ საერთოდ მე ინტერნეტიც არ ვიცი და ამიტომ ყველა ეს მიხსნის. აი აქ რა Google ქვია ამას. და აქ Google თითი ეს თითია შენი თითი. აი მას დაადე და ეს უკვე არ ინერვიულო. შენ როგორ ყვებ ხოლმე მაგით? მე ვისაც ჭხვახ. რაღაცაში მაშოვე და მაშოვე, მაგრამ გასტაპარაკობთ იმით ძინავს და იმითი. ხო, iPad-ი აქვს თავის ჩანთაში უდევს სულ iPad-ი. ეხლა ოღონდ ძალიან მომწონს ტელეფონი არ აქვს, ალო? დიდი. რას უყურებ? ანუ რისთვის გინდა რასაც? ბევრ ამას გარდა იმისა რომ ბევრ რაც მეხება ეხლა ანუ თეატრი? ადრე მოლიერი უნდა წავსულიყავი მასში რა ბიბლიოთეკაში. საჯაროში გამომეწერა 46 წიგნი რომელთანაც ერთი წიგნიდან მჭირდებოდა ერთი გვერდი მაგალითად რომ აი იქ რომ აი ის რაღაცა ნეტა რა ფრაზას ამბობს რო არ გახსოვს ამიტომ ეს წიგნი უნდა ფურცლო უნდა ელოდო იქ 4 საათი რაღაც მე იპოვო ის ფრაზა აქ სხვანაირად ყოფილა თქვა გამოიწეს აღე და ეხლა გადასარევია ეს ყველაფერი უცებ იმას ეხლა ეს ChatGPT თლაც გამაგიჟა ხმარობ მაგასაც რა თლაც გამაგიჟა პირდაპირზე არ ხმარობ იმიტომ რომ ძალიან ნერვებს მიშლის ნერვებს გიშლი უიმე ძალიან მატრაბაზია ძალიან მატრაკეცა. მე გამიღვიძა. არა, ნახე რა საკეთებს ChatGPT. გერგება რაღაცნაირი. არა, აფერი მანიპულატორობს არის. როგორი სასიხარულო რომ ესეთი კარგი შეკითხვა დამისვი. აჰა. შენ არ გეკითხება, ნუ აკლიკინე ბენას. გეკითხებიან რომელი რეპლიკა ეს რეპლიკა სად არის, რა ფრაზა როგორ არის იქა. იცით რა შეასაქმე მე შემილია შემოგთავაზ არ მინდა კაცო თავი დამანებ შენი შემოქმედება მაკლია ახლა ჩემი შემოქმედება ხელში მაქვს ამოსული შენ მაკლი დაგიწერთ ვერსიას პიესისას არ მინდა
ცოტა ეს არის კი მატრაბაზია ძალიან და ყველაზე მომწონს რომ დედენ და ცოტა რთულად ეს შეგიძლია გააკეთო. თუ გამოიწერთ ფასიან ვერსიას, მაშინ ის გაგიკეთებთ. ცოტა ჟულიკია. ცოტა კი არა, მაგრამ ჩემ მეგობარი ისე ააგდო, ძილინების საყვარელო ისე დაემშვიდობა, რომ იყიდა. ანუ გადაიხადა რა $14 რომ გაეგზელებინა. ის აპრიტავება საერთოდ. როგორ არა? ის პრიტაობს. კი, ვაიმე გოგოები ჩვენები სულ ის არიან. მე დღეს ვეტყვი, მაგრამ არ ვიცი რას. აუ რა დღეში. ხელი ღამე გუშინ გადამრია და ამბავში. შველეთ ხალხო. ChatGPT ცალკე. ოღონდ ის ოხერია ეს რაღაცებს ლაპარაკობს. მართლა იმაშობა. რა მშვენიერად გამოიყურები. ო იცის. როგორ მიხარია რომ დაგაინტერესა შოპენგაუერის პრობლემებმა. მე დამაინტერესა მე ამას კი მე ლაპარაკებ უკრაკიკა. და ნუ მოკლედ ის არის. მაგრამ ძალიან ჟულიკია. იმიტომ რომ ზუსტად შემოთავაზებით არის. ხომ არ შემექმნა უკვდავი ნაწარმოები ამის მოტივებზე. არ მინდა პიესავდა რომ დაგიწერო. მე ვარ აქ შემოქმედი მოთხა. ჯერ მე ვარ მე შენ. მე რომ მოკვდები მე წერე შენ. ის ტენის რო გინდა პიესა დაგიწერო. თან ძელ ნართანიანი ქართულით ლაპარაკობს. ან ინგლისურად კიდევ არ აუშავს. შენ როგორც ლაპარაკები ისე გელაპარაკება. აი რაღაცა შეიძლება შენ იმერულადაც ლაპარაკება. რამე თუ არა ისეთი ნართანიანით ლაპარაკობს და ალექსანდრე ჭავჭავაძის იმით ლაპარაკობს. ოღონდ ძალიან მაგარია. რაღაცა მომენტში რაღაცა მართლა უთხარი პატარა ეპიზოდი დამიწერეთ ხო აი რაღაცა ბულგაკოვის სტილში და ილფი და აი რაღაც უთხარი ამ ეპიზოდის სტილში უცებ რომ მივხვდი ერთ წამში ხდება ეს და იმან გაიაზრა სტილი ზოშენკო და ბულგაკო აი რაღაც ბევრი გაიაზრა ეს ყველაფერი და გააკეთა ნუ დამაკმაყოფილებლად თუ კარგად? კი, კარგად, დამაკმაყოფილებლად. ნუ მენანება ახლა რო უთხრა ძალიან რომ შევაქო თავს ასხამს. მე ვაკებ. მე ვაკებ ხოლმე. ნუ ინტელექტზე გადავალთ, აი ერთი კითხვა მაწუხებს და ძალიან მაგრამ მინდა რომ ჯობია დამაბრუნო უკან. აი მართლა ანუ ძალიან ბევრი სპექტაკლი ხო გაქვს დადგმული, ანუ რა დაგითვლია რამდენი სპექტაკლი გაქვს და არა ბევრი მაგ კი. ძალიან ბევრი. აი გამოყოფ რომელიმეს რომელიც აი განსაკუთრებულად გიყვარს? ვერ გამოყოფ, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს მარტო ჩემი ნამუშევარი ხო არ არის. სახეებს გამოყოფ მეორესაც კიდე მასა შემდეგ. არა, ხო, მაგრამ აი რაღაცნაირად აი ხო არის ხოლმე შემთხვევა რომ აი ამ სპექტაკლს რო შეხედე, შენ დადგმულ სპექტაკლს რო შეხედე, თქვი რომ აი ეს ის არის რაც მე მინდოდა. ანუ ის გამოვიდა ყველაფერი. ხო არის რაღაცები, რაღაც სცენა გამოდის, რაღაც სცენა არ გამოდის, იქ რაღაცა ვერ გამოიყვანე, ეს გამოიყვანე და უცებ უყურებ შენ სპექტაკლს და ტვინში ამბობ რომ კი, აი ზუსტად ის არის რაც მინდოდა. არის ესეთი სპექტაკლი. კი ალბათ მეტნაკლებად ესე ვთქვათ. როგორ? მეტნაკლებად. საერთოდ ვიტყვი მთავარი სპექტაკლი, მინჯერ ახალგაზრდა ვარ, მთავარი სპექტაკლი წინა. წინ გაქვს ნამდვილად მეც ესე მგონია. ეს ჩემი აზრი არ გეგონოთ, ეს მორის ბეჯარის. მეც წინ მაქვს ყველასთან თამაში სპექტაკლში. კი ბატონო, მახსოვს ეს ჩვენი საუბარი და ნეპოტიზმი სტუდიაში. კი, ჩვენ გვიყვარს ნეპოტიზმი. რასთან ბარგო, მათესავ გაიხსნიან. შვილთან ხომ მუშაობდი გამნათებლად, ნეპოტიზმი არ არის? კი, იმიტომ რომ არ გადამიხადა არაფერი. ეს ტრაფიკინგია. კი ბატონო. სულთლად. ხარ ხოლმე სახში ტრაფიკინგის მსხვერპლი? სახში ნაკლებად. სახში ნაკლები, სახში საერთოდ არა ხარ. არა ხო? თუ ვარ, მაშინ ვარ. ნუ წევა ლოგინ ტელევიზორ YouTube-ში თუ რაღაცა. ეხლა ტელევიზორში გადაინაცვლა YouTube-მა და ძალიან მაგარია დიდ ეკრანზე. ამან ძალიან მასპიქნა, საერთოდ მომწყვიტა ყოველ ბევრ რამე. კი ბატონო, ასტროლოგიის და ეზოთერიკოსების და იმათი გჯერა, რომ ამბობენ, რომ აი 2025 წელი ეს არის რაღაცა ციკლის ბოლო და აი ვიწყებთ აქედან. თუ პირიქით აქედან იწყება ტვინის ბოლო. უბრალოდ ძალიან მიყვარს მოსვენა, იმიტომ რომ არა მჯერა. აბა რატო გიყვარს? გურული ვარ. ინფორმაციას იღებს. ირონიული ადამიანი. მიყვარს იმიტომ რომ მკითხაობაც დავუშვათ. დადი ხარ მკითხავ თან, ყოფილი ხარ უფასო. არა, მაგრამ თუ არის მე ვიცი რომ მე ერთხელ სიჯე თვითონ მე მკითხავ, ახალგაზრდა ვიყავ, ვიღაც გოგო ძალიან ლამაზი გოგო იყო. ჯერ დავიწყე რომ ცრემლი გაქვთ მე ვთქვი. არ ვიცნობდი. ვიღაცა მასწავლა რომ ყავაზე რომ ეს არის გვერდზე რაღაცა ცრემლი გაქვთ. მართლა თქვენ როგორ არა მე ვთქვი რა.
და დიდი ხანი ვილაპარაკე და ის გოგო ბოლოს იტირა. ყველაფერი გადამიშალა გული და მივხვდი რომ ეს არის ყველაზე ადვილი აფერიზმი. რა ფულის ქვია. გაკეთების იმიტომ რომ გზადაგზელს შენ თვითონ გიყვება ის, რაც შენ უნდა და მე შენ იმას ეუბნები. და ნუ შეხვედრა არა გაქვთ кай ხანი. აი ხანი. არ არის, აი ხედავ როგორ იტანჯებით. ვაიმე და მაგრამ ნუ რაღაც ცვლილება კი ჩანს. ეს პაუზა უნდა გააკეთო. ის პაუზაში იყიდება ეს. ხე რა, რა თქმა უნდა. და всё და ძალიან ადვილია. ხე რა. აგერ ჩანს. ნუ მე ხوارა ვარ, ავალაპარაკოს მე ხوارობა. და მე აი ნახეთ. მე მივხვდი რომ სხვა რო ლაპარაკობს, ალაგებს შენ გეგმებს. გავლენას აი არ გეუბნება რაღაც 5 წლის შემდეგ შენ ძალიან მაგარი რაღაც გექნება. ორა გეცინება შიგნით, მაგრამ შენთვის ფიქრობ, აი 5 წელი, 5 წლის მერე რაღაც მართლა უნდა რაღაც მოვიფიქრო, თორე რა ამბავი. და ასე შემდეგ და შენთვის რაც ცხოვრებაში არ ჩერდები, ხო? ცხოვრებაში მიდიხარ, ხშირად არ ფიქრობ რა მემართულები და კითხობის დროს უცებ იწყებ ხო რაღაცა სქემის გაკეთებას. გავლილი გზისა და ამიტომ სასარგებლოა ეს ყველაფერი. მაგრამ შენ ძალიან ხშირად კიდე რამდენჯერ დაიწყე ახლიდან ცარიელ ადგილზე ხო სარდაფი რა მაგარი რამე იყო ეს იყო აი რა ვიცი ეს იყო ბნელ 90-იანებში ვერ ავხსნა ეს რა იყო ეს იყო ნათელი ვარსკვლავი კი ნამდვილად თავისი ყველაფრით და თავისი ყველა იმ ადამიანით ვინც აი ხო აი თამაშობდი სპექტაკლი მე წამოვედი თეატრიდან სულ იქ აი რაც თავი მახსოვს იქ ვიყავი სულ ხო ძალიან კარგი რამე იყო. მე აი სულ რამდენჯერ დაიწყე ახლიდან? ბევრჯერ. ანუ ძლიერი ადამიანი. მე მგონია რომ ეს ჯერ რაღაც ციკლი აქვს ყველა ნებისმიერ ურთიერთობას გარდა ჩემი და მანანას ურთიერთობისა. მე რამდენი წელზე ხართ? მე და მანანა? ხო. არ იცქნება. ხერხულია. არ ითქნება. არ ამბობს. ვაი მე სადღაც ვიყავი. საბუნებაში მაკედონიაში რაღაცა გამდი და მანანა უნდა ჩამოსულიყო ბოლო ერთი კვირის რაღაცა და იქ წამოდიო ბულგარეთის საელჩო და ბულგარეთში შემოვიდა უნდა რაღაც ვიზა თუ რაღაცა შევავსოთო რომ რაღაცა და იქ ცოტა საქართველოს გავს მაკედონია პატარაა ჩვენზე ბევრად პირველად ვიგრძენი რომ დიდი ქვეყნიდან ჩასული ადამიანი ამდენი ხართ მოსახლეობა მილიონი რა ცუდანი ნუ კარგია კიდო არა გიშავთ მაინც იქ ეს კონსულის რაღაც მეგობარი იყო ამ რეჟისორების ვინც რაღაც ეგეთი ქართული კარგი ურთიერთობა შეავსეთ ეს თუ არ შეწუხდები და დავიწყე რაღაც შევსება ჯახირობ და მე დაგეხმარებით ახლა მე შევასებ სახელ გვარ ჩაწერა ასაკიო კარგი ასაკი კარგი ასაკი არა რამდენი წლის არისო ახალგაზრდაა ჯერ კარგად არის young enough მოხარ ჯერჯერობით არ ამიშა არა უნდა წელი არა როგორ გეკადრებათ მე როგორ შეიძლება ქალის ასაკის ჩაწერა და ის აი ტიპი აღმოჩნდა უკაცრავად მართალ ბრძანდები. აუ ის გასაყვარელი აღმოჩნდა. გადაშალა ეს გრაფიკა. Young enough. ბოდიში უკაცრავ. აუნდა მეკითხავ ჩემი შეცდომა არის. ასე რომ არც ახლა საქმე იმაში არ ვიცი, მანზე ვერ ვეტყოდი სწორად. აზე არ არის რამდენი წელი. ნუ ვიცი რომ ჩემს ახალგაზრდა, მაგრამ რამდენი შევწხვებოდი და ვიცის როჯერ ახალგაზრდაა, მარტო ეს ვიცი. მიყვარს. მაგრამ შენ და მანანაზე მახსენდება რაღაცა ჟურნალში დაიბეჭდა სტატია და აქანებდნენ ამას ახალ წელს ვიკეტებით სახლშიო მე და მანანაო არ გახსოვს? არ მახსოვს ეგ. აი რაღაცა სათაური იყო დიდი მე და მანანა ორი კვირით ვიკეტებით სახლში ქვაბებით საცივებს ვიდგავთ საწოლში და ვჭამთ. აი რაღაცა ესეთი სათაური. მართალია. აი მართლა წვდით მანანა ჩამომშორდა ამ საკითხზე. ხო. იმიტომ რომ ცოტა რაღაცა ეს კალცის ნაკლებობა და ბევრს ვეღარ იმაშობა და მე შევინარჩუნე ესტრადა. მე ვცხოვრობ საცივიდან საცივამდე. მე აი ეს სტარსული არ ვიცი. წლები რომელი წელი იყო, როცა 63-ში 93-ში რაღაცა რო იხსენებენ.
არასდროს არ მახსოვს 100 წლები რა. მე მახსოვს, ის ბევრი პერიოდსა რომ მოგივიდა საცერში. ის წელიწადი ხო ის მძიმე წელიწადი იყო. ესე მახსოვს ის საცივი მაგარი რომ იქ მაშინ მქონდა რომ თუ რაღაც რომ დააკლდა ის წელი ხო ის წელი ან კარგი წელი იყო საცივი იმიტომ რომ მიყვარს დიდი სტატია იყო და ჯერ ეგერთი ეს ბავშვობიდან ეს ტრადიცია ძალიან მომწონდა იკეტებოდნენ ბებია ჩემი დედა ჩემი ნაკლებად არ ცვლილებოდა კარგი მზარეობა და ის მეგობარი მოდიოდა პაპულა ლორთქი ფაინზე იქ კიდო ვიღაცა თამარა დათიშიძე სპექტაკლში გახსოვს? ხედავ რა კარგად უყურებ შენ სპექტაკლებს და მე იქ რაღაცა იკეტებოდნენ იქ არ უნდა შესულიყო არავინ იმიტომ რომ ხმან კულიჩზეც იქ კულიჩზე პასკაზე მართალია მართლა არ შეიძლება ხმაური და იქ რაღაცა ეს ამიტომ ჩემთვის ის სამზარეულო იყო ისეთი იდუმალი არაჩვეულებრივი ადგილი სადაც მარტო მე შემეძლო შესვლა ახალგაზრდა ერთადერთი შვილი ვიყავი და ამიტომ გათამარა მოდი ოღონდ ჩუბათეს მეტყოდა შევდიოდი რაღაცა იქ ეს ქალები ამ საციოს რო ურევდნენ ეს რიტუალივით იყო ხო? ნები ამოდიოდა და ნელა და მაშინ ბევრს აკეთებდნენ სამი ინდოურით რაღაცა მთელი ამბებით და ეს ჯერდე არ შეიძლება ეს რაღაცა ის არ უქნა ბევრი ყვითელი ყვავილი თუ რაღაცა ეს ბოლოს მარი რაღაცა ეს აწყვეტებდნენ სათვალე ეკეთა იმას რა ქვია პაპულას და ნერვიულობდა ჩახ კაი რა. ეს მეტი არ უნდა და მივხვდი რომ ეს არის ჯადოქრობა ეს რა ქვია მაკბეთის დასაწყისის ქალები რომ ჯადოქრობენ ხო რაღაცა იმას გავდა და იმის მერე ამ საცივისადმი და აღდგომაზე სხვათა შორის იგი პასკის გაკეთებასთან რაღაც განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს ანუ გურულობა შენს ძალიან ბევრი გურული რაღაცებს ამართლებს რომ გურული ვარ და იმიტომ ანუ გურული რაღაც კიდე ცალკე ფენომენია? გურული კაცი ხო? დიახ. რითი? ჩქარა ფიქრობს. ყველაზე? კი. ხედავ? ოღონდ ეს არ ნიშნავს რომ კარგია, ჩქარა ფიქრობს და ჩქარა იღებს გადაწყვეტილებას. ჩქარა ხდება რომ სისულელებთან და ჩქარა ნანობს და ჩქარა ბრაზდება და ჩქარა ცივდება. აი არ ჯობია ჩქარა გვქთა ყველაფერი ვიდრე ეს ყველაფერი ნელა გავაკეთო. აჩერდი ოჰა ჩემი საყვარელი გამოთქვა გურული ბავშვობიდან რომელზეც გიждდებოდი ნიშნავს ყველაფერს რა რასაც გიდა აღფრთოვანება აღშფოთება ზიზღი სიყვარული მიუღებლობა პირიქით თანხმობა ოჰა რაც გიდა გიყვარვარ ოჰა ყველაფერია ძენი ხალხი არის მე ირონიული ნაწილი არის პირას როგორც ხვდები არის აღფრთოვანება თუ ან პირიქით და მეორე არის გურული უკვე ძალიან მაგარია კაი იარაღია ეს არა გურული რა თქმა უნდა დიპლომატიური აი ყველაფერს ერგები ძალიან მიყვარს იმიტომ რომ ხუმრობ რა თქმა უნდა მართლა ასე კი არ არის ცხადია ცხადი ახალს შესანიშნავად ჩქარა ფიქრობს ოტოდ და ნელა უფრო მაინც მაგრამ არა ეს ყველაფერი არის ბუნებაზე შეიძლება რაღაც ტემპერამენტზე შეიძლება რაღაც ნაწილი იყო ასე და მე გადაეცა როგორც სკოლა იქნება ორი ნიჭიერი ადამიანი მოხდება და წავიდა საბერძნული ფილოსოფია ამით დაიწყო ორი ნიჭიერი კაცი ანაქსიმანდრე მილეტელი და მეორე ანაქსიმანდრე ვიღაცა დაждდნენ რაღაცა დაიწყეს შეკითხვების დასმა და აღმოჩნდა რომ ბერძენი ხალხი ფილოსოფიის ყველაზე ფილოსოფიური ხალხი. მაგრამ ჭოლა აი ამდენი საუკუნე გავიდა ხო ყველაფერმა ფორმა შეიცვალა. მე დაგირეკავთ ერთი ამ დღეებში და რა ვიცი თუ გაგახსენებით მე მომიკითხეთ. სათახველი გოგო. არა ისინი რომ დაждდნენ და რაღაცა ქნეს გავიდა აი ამდენი საუკუნე და მაინც იმ პრობლემების გარეშე ვტრიალებთ უბრალოდ ჯინსებში გამოწყობილები და თბა შეღებილები. არ არის ეგრე? ხოლო ამას უპასუხებ, რა თქმა უნდა. არა, მე მინდა რომ რუბრიკა ჩავაკვეხო ბატონო ლევან. იმიტომ რომ ანუ მისალმებას ვერ ჩავწერთ, იმიტომ რომ არ ჩავეტევით, იმიტომ რომ ბატონ ლევანს მე ვერ მოვაყალებ ვერაფერს. მოხვდები, არა შეგვიძლია.
ხომ ამოჭრით ამას. არაფერი არ მოიჭრება. არაფერს არ მისთალმებასაც არ ჩავწერთ, რომ უფრო მეტი ხანი იყოს ბატონი იჭოლა. ბატონო ჭირდეთ flower G-ს რო flower G events რო ჩვენი სპონსორი ამასაც ჩავაყვეხებ. და ჭოლას დავალება აქვს ტუტასგან. ტუტა ამომინათეთ აქ. აი ეს მოთხოვა ჩვენმა ტუტა. ჭოლა დაასაქმა. ჯერ ესე იგი თინათინზე ვერ მომინელე. ცოტა ყვავილი მიცუდა, ყვახე ყვავილები მივაწოდე ბავშვს მოვითხოვია. მაგრამ იმ რამას ვერ ამოვიღებდი დაირღვეოდა. ხო და რუბრიკა გვაქვს ესეთი საბანი ქვია ნინუცა ჩემი დადა საბა. ჩვენი სოციმედიაც არის და მომღერალიც არის. მოკლედ ისეთი სასაცილო რუბრიკაა. ეს გადაცემა რო გავა ხო ნახავ. ნაუცილებად. ხო და აი ამ რუბრიკასაც ნახავ. რუბრიკა. და დღეს ჩვენი სტუმარი არის მარი გეყო, რომელიც ახლა ვხედავთ, რომ ლურჯ ოთახში იმყოფება და ის მოემართება ჩვენკენ და გთხოვთ შემოვაცილოთ აპლოდისმენტებით. გამარჯობა. საოცრად გამოიყურებით, აი საოცრად. თქვენ ხართ მარი გეყო? დიახ. მე რა სიტყვით გეყოთ? კი. მე საჩუქრით მოვედი თქვენთან. დიახ. იმიტომ რომ მე არსად არ დავდივარ ზოგადად და სადაც დავდივარ მე ყველგან რაღაცას ნერგავ. ამიტომაც მე მოგიტანეთ Feeling Green Dark. ეს არის მცენარე, რომელსაც არ ჭირდება არც წყალი, არც მიწა, არც ადამიანის შეხება, საერთოდ არაფერი არ ჭირდება, იმიტომ რომ ის თავისებურად feeling-ებში არის ჩაფლული. დიდი მადლობა. რას ნიშნავს ნერგოლოგია? აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია ლიმონათი და ფიცარი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მაგანერგებისა ჩემი მეორე განხრა არის ფრეშენი. ეს ყვავილებიც აი ზუსტად ამას გამოხატავს, იმიტომ რომ ჩემს შიგნითაც და რა იყო ინსპირაცია რა გითხრათ? მე ჩვენ სამწუხაროდ არ ყავს სტილისტი, მაგრამ აი დაგეხმარებით ამ წელში. თქვენი დამოკიდებულება ზოგადად. თქვენი დამოკიდებულება ზოგადად ნერგების მიმართ. ნერგებს, როგორ ერგებით? აუ, რა პოეტური იყო. ხომ არ მეეწყებდით? ვერც ვერ დაგისხავთ. ვერც მადლობა ძალიან. დალიეთ. ამები მადლობა. საზაფხულო ალერგია გაწუხებს. ეს საკმაოდ ლიმიტირებული წიგნია. მე თქვენთვის მოვიტანე ეს, მაგრამ ხელს მოგიწერთ და ისე გადმოგცეთ. დიდი მადლობა. იცით, ხელს მოგიწერთ. ეს ძალიან ლიმიტირებული სათუთი. დიდი მადლობა. ჩემი სიყვარულის ნერგი არის. დიდი მადლობა. თქვენგან მივიღე ეს წიგნი პირველ რიგში საჩუქრად. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ სამალგებებით რა გაგვიმხილოთ და გადავიდეთ ჩვენს თამაშზე, რომელიც სპეციალურად თქვენთვის მოვამზადეთ და ამ თამაშის წესები არის შემდეგი. სადო არ? დიდი მადლობა. მარიამ. დიდი მადლობა მოგზანებით. მარიამ, მადლობა. მარი გეყო. მარი გეყო იყო თქვენ წინაშე, მარი გეყო. მე სხვათა შორის თქვენთვის საჩუქარი მაქვს კიდე. აი, ქალბატონო. ცოტა. ესეც თქვენ. ძალიან დიდი მაგრამ ამას ახლა გავიტან, რომ არ შეგაწუხოთ. აი, რაში დახარჯეს დრო? არაფერში. შეგიძლიათ გითხრათ? მადლობა. მართლა დასაწვენები ვართ მე და საბა. ჩემი აზრით. გახლავართ. ცილი გადაგვიცხდა უკაცრავად. გავედით. შეგამან. კითხვა და წავიდეთ ფინალისკენ, მართლა მაინტერესებს. რომ აი ყველაფერი დაჯდნენ, დაწერეს რაღაცა ტრაგედია, კომედია, რაღაცა სამკუთხედის გარშემო იტრიალეს და იმის მერე არაფერი არ შეცვლა გარდა ფორმისა. რატო? იმათ ჰქონდათ ყველაზე მთავარი სწორედ დაიწყეს ფიქრი. ბევრმა ნაწილმა აღმოსავლეთში აღმოსავლეთში განანაკლები ფილოსოფია იყო და ასე შემდეგ. მაგრამ იმათმა დაიწყეს ყველაზე სწორად. არხეს ეძებდნენ საწყის რა არის, რისთვის ვართ, რატომ ვართ, რაც შემდეგ
განიხილა ჰამლეტმა, რაც შემდეგ განიხილა მაგას მონტენმა, გეუბნები ყველა, რაც შემდეგ ყველა. განიხილა იგივე შოკოლადა გაურმა, რა ვინც გინდათ. ბიჭი, იონაშო, ბიჭიო. დღესაც აი გუშინდელმა ფილოსოფოსმა თუ დავუშვით ფუკუიამამ, რომელიც დამარცხდა. მაინც ამაზე იყო ლაპარაკი, რა ვართ, საით მივდივართ. და ამაზე აღარ ფიქრობს ადამიანი და ამიტომ ფიქრობს მხოლოდ ჯინსები გაიმჯობესოს ჯინსებზე ხაზზე. და ამიტომ ძალიან ამას თუ დაუბრუნდებით ხო. და ისე მიდის სამყაროს ამბავი რომ გონია დაუბრუნდებით და გამოქვაბულსაც ცოტა მგონია რომ ამეტანი რაღაცა დაიძაბა ყველაფერი ისე რომ ანუ აფეთქება საჭიროა. თავიდან დაიწყოს ადამიანმა ყველაფრის აშენება არა მგონია რომ შეცდომები გამოასწოროს მაგრამ ეს ფიქრი არის მუდმივი ყოფნა არ ყოფნა. კესეჟე იყო მონტენი ეგეთი ფრანგი ფილოსოფოსი რომელმაც სადაც აქვთ რომ შექსპირმა აიღო ამ კესეჟე ნიშნავს რა ვიცი თუ იქნება არ ვწდები ანუ შეკითხვის ნიშანი საკუთარ თავთან აი ეს არის მთავარი და ეს დაიწყეს ბერძნებმა და ევროპული ცივილიზაცია ეს არის საერთოდ გავიდა მთელი ყველაფერი არ ვიცი რამდენი არალო არ სწავლობს ადამიანი და იმიტომ კაი და მაინც და ამიტომ შესანიშნავი ამდენი რომ ესწავლა და ამდენი ჭკუა მოეხმარა ჯერ ერთი ჩვენი პროფესიაც არ იარსებებდა იმიტომ რომ გადადებითი რომ ყოფილიყო ყველაფერი და რაციონალური რო ყოფილიყო უშეცდომო ვისაც დავჭირდებოდით რო გამოგვიწერონ ის და რას ლაპარაკობთ კაი მოკლედ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი რა ვარია მოიწონეთ ყველა ჩვენი ვიდეო ცხადია თუ მოგეწონებათ და დააკომენტარეთ მოგვეხმარეთ გაფართოვებაში თუ გონი რომ მოგეხმარეთ სწორედ ამიტომ ხო და მე ახლა ანუ მადლობა ბატონ ჭოლას რომ იყო ჩვენი სტუმარი აუ ძალიან იმიტომ რომ ველოდებოდით დიდი მადლობა შესანიშნავი კონიაკი რა ერქვა ტუტა ქვია მაგ კონიაკს ტუტა აი მასკენით subscribe-ით რაღაცა. ყველა ხომას ეს იცის რა სტამარი. ვაიმე გამაგიჟა ეს ისინი ყველა აი თვისა. სულ მინდა რა წესია ეს. გვიყვარ ხარ სიგიჟემდე? მე ძალიან მიყვარ ხარ სიგიჟემდე. მოგწონს და გვიყვარ შენი შემოქმედება. არ ვიცი, ფანტასტიკური ადამიანი ხარ, ფანტასტიკური ლეგენდა. და რაც არ უნდა იყოს, ვინც მის გვერდზე გაივლის, უნდა არ უნდა ხდება რაღაცნაირად ჭოლა. ხო და თუ არ მოგეწონათ კიდე ჩვენი გადაცემა, გვაკოცეთ თქვენ თავს დააბრალეთ.